მიღწევები, რომელიც ჰქონდათ მასთან და რატომ უწოდებთ მას ასეთ იარლიხს თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი? მე მას ჩვენი პირველი შეხვედრისას უთხარი, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხარ თქო და უნდა ვთქვა, რომ ტყუილი გამომივიდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი არა ყველაზე კორუმპირებული მერი აღმოჩნდა და ეს დაადასტურა ზუსტად ამ ბოლო წლების განმავლობაში. ყველა ვინც ცხოვრობს ამ ქალაქში, ყველა ვინც ყოველდღიურად საკუთარ თავზე ცდის ამ ქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის უკიდურესი უცოდინრობა და ტოტალური კორუფცია, რომელიც არის კალაძის მმართველობის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. გუშინ კი იჯდა ეთერში რაღაც სტოიკურად და ყალბი თავდაჯერებით, მაგრამ რეალურად რომელ კითხვაზე მოისმინა საზოგადოებამ პასუხი, ან ადამიანი, რომელიც 8 წელია დედაქალაქის მერი არის, რას თავაზობს საზოგადოებას, რამე ამბიციურ გარღვევას, რაღაც ფუნდამენტურ ცვლილებას, ჩვენი ცხოვრების 180 გრადუსით უკეთესობისკენ შემოტრიალებას, თუ რას პირდება. გვამადლის ეს ადამიანს იმას, რომ ჩვენი ფულით გამოაცხადებს ტენდერს და იმ ტენდერიდან მერე დიდი ხნის მერე დარღვევებით, ფულის დამატებით და ყველანაირი პრობლემების გავლის შემდეგ რაღაცა თუ გაკეთდება, ეს არის მისი დამსახურება? არანაირად არ არის მისი დამსახურება და მე გუშინ ვუყურებდი მის ეთერს და რა ვიცი 8 წელია ეს კაცი თბილისის მერია და გეგონება საერთოდ ამ ქალაქთან საერთო არაფერი არ აქვს გეგონება 8 წელი სამტრედიის მერი იყო ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში და იმდენად მოწყვეტილი არის ეს ადამიანი ამ ქალაქის საჭიროებებს და პრობლემებს ეს კიდე ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ ისევე როგორც ძალიან კარგად გამოჩნდა რომ არა აქვს პასუხები იმ ძალიან მწვავე კითხვებზე რომელიც არსებობს მე სამწუხაროდ არ მომეცა შესაძლებლობა ეთყობა დედაქალაქთან კავშირებით მათთვის არ ვიცი იმ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ რომელიც უნდა კონდეს პოლიტიკოსს რომ ამ უცოდინარ და ცრუპენტელა დედაქალაქის მერს კითხვები დაუსვას თბილისელების სახელით თუმცა მე ამ კითხვებს მისგან დამოუკიდებლად დიდი ხანია ვსვავ აი მაგალითად მე ორი ჩამოვთვალე საბა ხომ ყველა ის კორუფციული საქმე რომელიც გუშინ გაიჟღერა იმ დებატებში მინდა გითხრათ რომ მათი დიდი ნაწილი ჩემი ხელმძღვანელობით ან ჩემი უშუალო მონაწილეობით არის აღმოჩენილი მოდით მივყვეთ აბა კონკრეტულად ორი მე დავასახელე რომელიც სუსის მიერ არის აღიარებულიო მითხარით ეს ორი ფაქტი და გავაგრძელოთ სხვა ასე ვთქვათ თქვენ მიერ აქ წამოჭრილ საკითხებზე თვითონ სუსმა აღიარა რომ ფულის მოპარვა ხდებოდა უფასო სასადილოებიდან უფასო სასადილოებში მოგეხსენებათ ვინ დადის და ვინ იყენებს უფასო სასადილოს მას ვისაც ელემენტარული სარჩოსაბადებელი არ გააჩნია და ფიზიკური გადარჩენისთვის ჭირდება რომ მიაკითხოს უფასო სასადილოს რომელიც ისედაც გაუმართავი არის როგორც სისტემა და პლუს კიდე აი ამ ყველაზე ღარიბი და გაჭირვებული ხალხისგან 4.2 მილიონი ლარი მოიპარეს იმ კომპანიებმა რომელიც სუსთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან არიან დაკავშირებული და ეს გახადა შესაძლებელი კახა კალაძემ და ჩემი რა ბრალიაო იძახს. აბა ჩემი ბრალია. ჩემი პასუხისგებლობა არ არის. თქვენი ბრალია. აბა ვისი პასუხისგებლობა სიტყვა რას ნიშნავს? მაშინ მე მაინტერესებს თუ მისმა წარდგენილმა კადრმა ბაგაბაღებიდან და ბავშვების კვებიდან ფული რომ მოიპარა და შემდეგ მისი პასუხისგებლობის ქვეშ მოქმედი გამგეობებიდან ფულის მოპარვა რო ხდებოდა უფასო სასადილოებისთვის რომელიც იყო გამოყოფილი, ეს აბა ვისი პასუხისგებლობა არის და როგორ ესმის ამ კაცს საერთოდ პოლიტიკური პასუხისგებლობა? შვილზე ვერ აიღებსო ახლა კაცი პასუხისგებლობასო ასეთი რამ გითხრა ქალაქის მერმა. მარსით ძახილი მშობელი შობელს ვერ არას ეთყვის და დედაშვილს არ აიყვანს ხელში. რა თქმა უნდა, მშობელი თუ ასეთი მდგომარეობა არის, ესეც ხო მათთვის სამარცხვინო ვითარება არის. რას ნიშნავს? ჯერ ესეთი რა პავლიკა მაროზოვის ნათქვამი არის ეს შებრუნებულად, რომ შვილზე ვერ აიღებო პასუხისგებლობასო. ეს ეთყობა რა ვიცი, ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილზე პასუხისგებლობის არაღებას ანონსებს ის ახლა ვიღაც ქურდბაცაცა ჩინოვნიკზე რომ პასუხისგებლობის აღებას არაპირებს ეს ძალიან ცხადია ხო? აქ სუსის მიერ აღიარებული მეორე ფაქტი პასუხისგებლობა არის და რაში გამოიხატება პოლიტიკური პასუხისგებლობა. მე ძალიან და ამის გარდა ეს არის კორუფციული საქმეები რომელიც შენებლობებს ეხება უკავშირდება პირადად, მაგრამ მე საზოგადოებას მინდა უთხრა გუშინდელი ტყუილი
არაერთი ტყუილი მოისმინა საზოგადოებამ მშენებლობის ნაწილში, აგერ ტვერელის ეკლესიას მართლა ბეტონის ფარდა ააფარეს. საპატრიარქო იხვეწებოდა და თხოვდა ოფიციალური წერილი მაქვს, შემიძლია გაჩვენოთ, რომ ეს მშენებლობა იქნება არ განახორციელოთო. მე ამ დეველოპერმა დაარღვია სამშენებლო პროექტი. ამ დარღვევის ლეგალიზება გაუკეთა თბილისის მერიამ და როდესაც განადგურდა ეს ისტორიული ხედი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეზოში შედის ამ კორპუსის აივნები. ეზოში არის გადაკიდებული ამ კორპუსის აივნები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეხედავ აქედან მთაწმინდის ფერდს აღარ ჩანს თითქმის ტვერელის ეკლესია, იმიტომ რომ ამოფარებული აქვს ეს საშინელი კორპუსი. და იცით რა აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიის მიერ აშენებულ სხვა კორპუსში კალაძის მოადგილეს, მოქმედ მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს აქვს სასაცილო ფასად ნაყიდი უძრავი ქონება. გუშინ მოიტყვა 2011 წელს იყიდაო ბინაო. ამ კორპუსში, აი ამ მაოხრებელი დეველოპერის მიერ აშენებულ კორპუსში ტაბიძის ქუჩაზე იყიდა ბინა მას შემდეგ რაც გახდა თბილისის მერის მოადგილე. მისი ცოლის დეიდამ 300 კვადრატული მეტრი იყიდა $60,000-ად. და მაჩვენო სხვაგან სად შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. მან იყიდაო, როდესაც ვამბობთ, იყიდა მისმა მამამ, რომელიც მუშაობს იცით სად? თბილისის საკრებულოს საორგანიზაციო დეპარტამენტში. და ყველამ კარგად იცის საჯარო სამსახურში რა ხელფასები აქვს და ყველამ კარგად იცის რომ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ადგილზე ვაკის პარკთან საბაზროზე ალბათ 10-ჯერ ნაკლებ ფასად ვერავინ ვერ იყიდის უძრავ ქონებას. $200-300 აქვს ამ ხალხს ნაყიდი 1 კვადრატული მეტრი. შეიძლება ცოტა მეტად, მაგრამ სასაცილო ფასად აქვს უბრალოდ ნაყიდი და ამაზე ხა სირაკლემას პოზიციაში შეუძლია იყოს ისევე როგორც გვიმტკიცოს რომ მისი ყოფილი ვიცემერი ეს მართლაც სახიხატი კორუფციისა ირაკლი ხმალაძე თითქოს კარგად არის ყველაფერი და საქართველოსთან არ არის გაქცეული. თუ გაქცეული არ არის, მოვიდეს 10 თუ მეტი წელი საჯარო სამსახურში უმაღლეს თანამდებობაზე იმსახურა და გაგცეს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აქვს, მაგრამ სადღაც თბილადგილზე არის გაქცეული, აქედან მოპარული ათეულობით მილიონი $. ამას სრული პასუხისგებლობით გეუბნებით. ეს ადამიანი, რომელიც გარდა იმისა, რომ კალაძისთვის შოულობდა ფულს, ამ მოპარული ფულის დიდ ნაწილს კიდე ჯიბეში იდებდა და ბოლოს ისე გათავხედდა, რომ ნოშიკო ნამორაძე რო არის ვიღაც დეველოპერი, იმის მიერ ნაჩუქარ პენტჰაუსში ცხოვრობდა პირდაპირ იმავე კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. ეს გამოიკვლია სტუდია მონიტორმა და საზოგადოებამ ნახა ეს ყველაფერი და ამბობდა, რომ მე არაფერ შუაში არ ვარო. ამ დროს ეს კაცი ყველამ კარგად იცის, რომ იქ ცხოვრობდა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს პენტჰაუსი მას გადაეცა არა ლამაზი თვალებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მე ამ დეველოპერებისათვის მიეცა შესაძლებლობა, რომ ამ ქალაქიდან კიდე ფული ამოეტუმბათ აბსოლუტურად უნიჭო და ქალაქისთვის არასაჭირო პროექტები. შენებლობის ფონდზე რეაბილიტაციის პროექტები, რომელიც ტრაგიკულად სრულდება ამ ქალაქში, ესეც არის პირველ რიგში. ყველა ინფრასტრუქტურის პროექტი უნდა კეთდებოდეს ადამიანის კეთილდღეობისთვის, მოქალაქის კეთილდღეობისთვის და თუ მას ეწირება ადამიანის სიცოცხლე, აქ პასუხისმგებლობა უნდა იყოს გაცილებით. კაცი მივიდა, გახსნა შადრევანი და 2 დღეში ბავშვს დაარტყა დენმა და გარდაიცვალა. და ჩემი ბრალი არ არისო. მე თქვა რომ ვიღაცა სხვისი ბრალი იყო, მის დედაქალაქის მთავრობაში გარემო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაიჭირეს 2 წელი მიუსაჯეს აი ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ უმაღლესი თანამდებობის პირი მუნიციპალიტეტის 2 წლით ჩასვეს საპატიმროში, გამოვიდა ამის ნახევარვადაში, რომ გამოვიდა, აღმოაჩნდა რომ ამ ადამიანს თურმე ქონია ეს მერე გაირკვა ეს ყველაფერი, მერე შეიძინა და მერე გამოაჩინა. აღმოაჩნდა რომ ხმალაძესთან და მასთან დაკავშირებული დეველოპერის კორპუსში აქვს ბინა, რომელიც წარსულში დეკლარაციაში არ იყო მითითებული. აღმოაჩნდა უცბად კომპანიაში წილი, აღმოჩნდა რომ საშუამავლო საქმიანობით იყო დაკავებული თბილისის მერიაში და ხალხი ხედავდა ამ კაცს თბილისის მერიაში. საკუთარი თანამშრომლების მაინც არ წხვენიათ, რომ აი ამ ტრაგედიის შედეგად დაკავებული ადამიანი მე თავისუფლად დააბიჯებდა თბილისის მერიის კორიდორებში და ეს გადასარევად იცის ყველამ და თქვა, რომ არანაირი საშუამავლო საქმიანობით ეს კაცი არ იყო დაკავებულიო, მაშინ როცა ხმალაძესთან დაახლოებულ ერთ-ერთ დეველოპერს კობა კვეტენაძეს ეხმარებოდა თემქის ხევში ერთ-ერთი კორპუსისთვის კოეფიციენტის გაზდაში.
მაგრამ უტიფარს აფურთხებდნენო და რა ლამაზი და რა კარგი ჟუჟუნაწვიმა მოდის, რომ ასეთი გამოთქმა არსებობს. ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი წითელი ხაზი. თეთრზე იძახდა გუშინ რომ შავიაო. და მე არ მიკვირს აბსოლუტურად, იმიტომ რომ მთავარი მისთვის თანამდებობაზე ყოფნის პროცესში არის არა გაკეთებული საქმე, არა დატოვებული მემკვიდრეობა, არამედ ის რომ მან და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გააკეთონ ფული. თითქმის 2 მილიონი კვადრატული მეტრი აშენებული და ასაშენებელი ფართები ეკუთვნის არქიჯგუფს, რომელშიც მე სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ კახა კალაძეს აქვს არაფორმალურად წილი. არაფორმალურად წილი რო არ კონდეს, ასე შვეიცარიული საათივით არქის არ ექნებოდა სანებართვო პროცესი აწყობილი და ქალაქში ყველაზე დიდი მოცულობის და ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში ვერ დაეუფლებოდა უძრავ ქონებას. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ეს თუ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი ტერიტორია იქნება ეს თუ ცირკთან მდებარე ერთ-ერთი კიდევ მსხვილი სამშენებლო პროექტი. ამ კაცს, ეს კაცი ყველგან აფათურებს, ხელებს საკუთარი აი ამ ეგრეთ წოდებული ფრონტმენების საშუალებით. არის ვიღაც წულაია, რომელიც არის ყოფილი დეპუტატი, შეხედავ ბიზნესმენია, მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი არის კახა კალაძის ბიზნეს ინტერესების წარმომადგენელი, მისი რწმუნებული ბიზნეს საქმიანობაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს მათ შორის ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის კახა კალაძის კორუფციული მადა. და რომელსაც ძულს კახა კალაძე აი ამ და ბევრი სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ვინმე სხვა არ გონია რომ ან სიყვარული ან რამე ნოსტალგიური ფაქტორიდან გამომდინარე ან პატივისცემიდან გამომდინარე იკავებს ეს თანამდებობას. არა, უბრალოდ ასე ჭირდება მას. ასე ჭირდება დღეს ივანიშვილს და მოვადრო და მისზე უფრო ახლობელი ხალხი გვიყურებს დღეს ციხეებიდან. ასევე კორუმპირებულები თავიდან ფეხებამდე. და მათბეც ზიარებს ეს თუ არა ივანიშვილის პირობებში, როცა შეიცვლება ხელისუფლება და ხომ შეიცვლება, ხო? მოვადრო და ნახავთ ჩვენ სიმართლეს იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჯერ ესეთი დადასტურებული ფაქტებია ეს ყველაფერი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ დავუბრუნდეთ, საბა არ არის აუცილებელი ხომ ფატალური შედეგი ჩვენ ბევრ გავნახეთ სამწუხაროდ, მაგრამ ამის პრევენცია ხომ ერთ-ერთი რასაც უნდა აკეთებდეს მერია. ხო, მოდით ასე ვთქვათ. აი ალაბრის მეტრო მაგალითისთვის. მოდით აი რამდენიმე პროექტზე მინდა რომ შევჩერდეთ. 6 წლის განმავლობაში ვერ რეაბილიტირდა ეს მეტრო და ცუდი ამინდის პირობებში სახეზეა რომ ვერ რეაბილიტირდა. გარდა ამისა, არაერთი პროექტი, რომელზეც თქვენ აქცენტი გაქვთ თქვენ შეკითხვებში. ხო, ავლაბრის მეტრო რეაბილიტირდა. მაგრამ ვერ რეაბილიტირდა. 4 მილიონი ნახევარი გადავიხადეთ თითქმის, 8 თვეში უნდა დამთავრებულიყო პროექტი, 28 თვეში დამთავრდა. ტენდერი არ გააფორმეს, ტენდერის გარეშე მიცეს ამ კომპანიას. და 28 თვეში დამთავრდა 8 თვის ნაცვლად და თვითონაც თქვა შიგნით ისევე წვიმდაო როგორც გარეთო და ამაზეც პასუხისმგებელი არის კომპანია ალბათ თორე კალაძე რა შუაშია ხო და როცა შეიძლება ერთხელ გაგეპაროს და ესეთი რაღაცა მოხდეს როცა ასეთ ჩავარდნებს აქვს სისტემური ხასიათი ხო შეიძლება დაფიქრდე და თქვა რომ იცი აი ეს ერთხელ მოხდა ესე და შეუძლებელი იყო ამის განჭრედა 2ჯერ, 3ჯერ, 4ჯერ და 10ჯერ და 10ჯერ ერთი და იგივე ტიპის პრობლემა არის სახეზე. ეს კომპანიის ბრალია თუ შენი ბრალია, რომელმაც ვერ განჭრიტე აბსოლუტურად ზედაპირზე მყოფი პრობლემები. ტენდერი რო არ არის, კონკურენცია რო არ არის, ყველანაირ დათმობაზე რომ მიდიხარ ამ კომპანიისთვის, რასთან და ფულს კიდე ავანსად რო აძლევ, როგორც ბევრ შემთხვევაში კეთდებოდა ეს კომპანიის პრობლემა კი არ არის. ეს არის შენი პრობლემა. სადაც არაჯეროვნად მოეპყარი თბილისელების ფულს და თბილისელების ქონებას, რომელსაც უნდა მოუარო და უპატრონო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დიდი გარღვევები არანაირი არ გაკეთებულა არც ერთ სფეროში. სოციალურ სფეროდან რომ დავიწყოთ და უფასო სასადილოებით რომ დავიწყოთ, ხო? უფასო სასადილოებზე წლებია ვამბობ, რომ უნდა გადავიდეთ ვაუჩერულ სისტემაზე. ლარი და 70-დან, რომელიც ერთ ბენეფიციარზე იხარჯება, რეალურად ადმინისტრაციული ხარჯები არის კიდე ამ სასადილოების ხელფასები კირა. ლარი და 30 და დაახლოებით ლარი და 30 იხარჯება წლებია უკვე.
აი ამ ბენეფიციარებისთვის ერთი დღის კვებისთვის. მე ვამბობ, რომ ვაუჩერულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ და ამ ხალხს უნდა უფასო სასადილოები კი არ უნდა შევთავაზოთ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თვითონ შეიძინოს რაც უნდა ვაუჩერთ, მაგრამ ლარი და 30-ად რა უნდა შეიძინოს აბა. დამერწმუნეთ, რომ ლარ და 70-ად ბევრად უკეთესად მოახერხებს ადამიანი გამოიყენოს ეს თანხა, იმიტომ რომ ის საკვები, რომელიც მზადდებოდა, ხშირ შემთხვევაში საკვებად იყო უვარგისი უფასო სასადილოებში, მე ბევრი ბენეფიციარისგან მომისმენია, რომ მე ვაქედან მარტო პური მიმაქვსო ან კომპოტიო, იმიტომ რომ აქ საჭმოს რასაც აკეთებენო, ესო მიმაქვსო ძაღლისთვისო, იმიტომ რომ არ იჭმევა. და მართლაც ხარისხთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა არის. შეიძლება მშრალ საკვებზე გადასვლა, ბევრი ვარიანტი შეიძლება. ვაუჩერით ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და ბევრად უფრო მეტ სიკეთეს მიიღებს ადამიანი, ვიდრე აი ამ სასადილოებით, სადაც მუდმივად ხდება ადამიანებისთვის ფულის მოპარვა, მუდმივად ხდება სიებით манипуლირება, მათ შორის მუდმივად არის პრობლემები მომლოდინეების და ცუდი მენეჯმენტის პრობლემები გვაქვს. ჯობია რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს რა იყიდოს, როგორ იყიდოს და როგორ გადაანაწილოს ეს თანხა, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტი როგორც გამოჩნდა ამას ვერ აკეთებს და პლუს კიდე ფულის მოპარვა ხდება აქედან. რომ გავაგრძელოთ კიდე სხვა პრობლემებით, ხო, უსაფრთხოება ახსენეთ თქვენ. შეიძლება აი ამ ტრაგედიას მართლაც ვერ უშველო ადამიანმა და ტრაგედია ისეთი თავზარდამცემი რაღაც არის, რომ უცბად დაატყდეს ქალაქს და ოჯახს თავზე, მაგრამ შენ აქედან რაღაც დასკვნა ხო უნდა გამოიტანო. უსაფრთხოების წესები შეცვალო, ჩაატარო usაჯარო სივრცეებში უსაფრთხოების აუდიტი. თქვენ რომ წახვიდეთ და დაიაროთ თბილისის საჯარო სივრცეები, ნახავთ უამრავ ადგილსაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარეობა არის. უბრალოდ მართლა უფლის სასწაული და მფარველობა არის, რომ ჩვენ ეს ტრაგედიები რაღაცნაირად მოვახერხეთ და ავიცილეთ თავიდან, თორე დენიდან ამოსული ელექტროგაყვანილობა, რა ვიცი, არასაიმედო და არაუსაფრთხო საჯარო ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და იცით რა განასხვავებს პოლიტიკოსს და პოლიტიკური თანამდებობის პირს უბრალო ადმინისტრატორისგან, რომ ხედვა აქვს და ამ ხედვას ახორციელებს და კალაძეს რისი ხედვა აქვს? რისი ხედვა აქვს? მაინტერესებს, რომ მე 9 წელია ეს კაცი თბილისის მერია და აი რა ფუნდამენტური პრობლემა მოგვარდა ჩვენ დედაქალაქში. ძირგამომპალი ავტობუსები იყო, რო თქვა, გუშინ დავიწყოთ იქიდან, რომ ხა წლებია აგვიანებს 18 მეტრიანი ავტობუსები, რამდენიმე წლით, 4 თუ 5 წლით დააგვიანა მათი პირველადი შესყიდვა, ხო? და ის თუ საქმეს ეძახის იმას, რომ ჩვენგან ფულს ამოიღებენ გადასახადის სახით და მერე ცუდად გამოაცხადებენ ტენდერს, საიდანაც ვიღაცა კიდე ფულს მოიპარავს და იყიდიან ავტობუსებს, ეს თუ გონია მას საქმის გაკეთება და სადღაც მწვანე კუნძულების მოწყობა საავტომობილო გზაზე იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ვიღაცას ეგონოს, რომ აიმე როგორ გამწვანდა თბილისიო, მაშინ როცა რეალური მწვანე ფართობები ამ ქალაქში არის უსერიოზულესი და უდიდესი დარტყმის წინაშე, ხო? ეხლა ამით ვერ მოატყუებს ამ ქალაქის მოსახლეობას, იმიტომ რომ ჩვენ მისგან განსხვავებით კარგად ვიცნობთ ამ ქალაქს და კარგად ვიცით ამ ქალაქის პრობლემები და გამოწვევები. რომ შევაჯამოთ პოლიტიკურად, ქალაქის მერი არ არის მხოლოდ მენეჯერი, ამ შემთხვევაში ის მაღალი თანამდებობის პირია საკუთარ პარტიაში, ხომ? შესაბამისად, აი ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება მას არ ესმის, ხშირად ამბობს, რომ ვის და როგორ უნდა იყოს პასუხისმგებლობა არ ესმის. აი თქვენი მთავარი პრეტენზია რა არის? აი პოლიტიკურად რომ შეაჯამოთ ეს სურათი, რაც დღეს არის. იცით, ეს საქმე არც ერთ შემთხვევაში არ არის კალაძე, იმიტომ რომ კალაძე აქ არის უბრალოდ ერთი სახელი და გვარი. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა. ყველა ამ პრობლემის პრევენციის და ამ პრობლემაზე რეაგირების გზა გადის ჯანსაღ პოლიტიკურ კლიმატზე. ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ჯანსაღი ურთიერთქმედების გარეშე ვერ შეიქმნება. და როცა ხელისუფლება მომართული არის არათუ პოლიტიკური ოპოზიციის, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოგუდვაზე და განადგურებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს დაჭიმულობას, აღრმავებს დაძაბულობას და ჩვენნაირი გამოცდილების და ისტორიის მქონე ქვეყანაში არის უბრალოდ დანაშაულებრივად უპასუხისმგებლობა და უბრალოდ საშიში არის და
პასუხი და წამალი ამ ყველაფერზე არის ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი, ადგილობრივ დონეზეც, ცენტრალურ საპარლამენტო დონეზეც და ხა მარტო კალაძეზე და ქართულ ოცნებაზე რომ არ ვისაუბროთ, ამაში ჩვენც როგორც პოლიტიკურ ოპოზიციასაც გვაქვს ჩვენი როლი შესასრულებელი. ჩვენ არ უნდა მოვემსახუროთ ხშირად ქართული ოცნების და ივანიშვილის ინტერესებს და იმის საპირისპირო უნდა გავაკეთოთ, რაც მათ უნდათ. საკუთარი თავის აკრძალვა, საკუთარი თავის პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვა, ისეთ რაღაცებზე საუბარი, რასაც საზოგადოების საჭიროებებთან ნაკლები შეხება აქვს. ეს არის იმ პრობლემების მხოლოდ ნაწილი, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამის უკეთესად გააზრება, გვჭირდება ამ ნდობის კრიზისზე რეაგირება, იმიტომ რომ ნდობის კრიზისი ოპოზიციის მხარესაც არის და დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ აი ეს ერთმანეთის ლანძღვა, ეს დაპირისპირება, სრულიად უსაგნო დაპირისპირება, თან ეგოებთან დაკავშირებული დაპირისპირება, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციაში ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არის ის, რაც აფრთხობს ხალხს. აფრთხობს ხალხს უბრალოდ რო უყურებს რომ ერთი პოლიტიკოსი მეორეს ლანძღავს, მერე ის უპასუხებს, მერე პასუხის პასუხი არის, მერე, რა ვიცი, ნიაღვარი არის ამ დაპირისპირების. ის ადამიანი ხედავს, რომ იცი რა, ეს ხალხი ერთმანეთში ჩხუბობს და მე სად ვარ ამ ყველაფერში? ჩემი პრობლემა სად არის ამ ყველაფერში? ზაფხული რომ მოდის ახლა და უამრავი საჭიროება არის, ბავშვის დასასვენებლად წაყვანა რომ არ შემიძლია, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება არ შემიძლია, კონდიციონერი ჭირდება ვიღაცას და ვერ ყიდულობს და ვეღარ ცესხით და განვადებით ვეღარ ყიდულობს, იმიტომ რომ პრობლემები აქვს. და რა ვიცი, უამრავი პრობლემა არის ქალაქშიც, ამ ქალაქის გარეთაც, ან შემოსავალი და ანაზღაურება, რომ არ ყოფნის ადამიანს ელემენტარული საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, აი ამაზე რომ დარდობს და მე საღამოს სამსახურიდან დაღლილი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჭყლეტილ, ჩაჭეჭყილი, რომ მიაღწევს ბოლოს სახში და ჩართავს ტელევიზორს და ხედავს, როგორ ლანძღავენ პოლიტიკოსები ერთმანეთს და როგორ არავინ აქ პრობლემებზე არ ლაპარაკობს, ხო? ან Facebook-ზე რო ასკროლავ და ნახავ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მოგინდება გაქცევა ამ ყველაფრიდან და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ხალხს გაუჩინოთ ნიჰილიზმი. პირიქით, ჩვენ ხალხს უნდა უთხრათ რომ მათი პრობლემების მოგვარების გზა გადის სწორედ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესზე და სისტემაზე და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოწოდებული იმისაკენ რომ ის, რასაც ხელისუფლება აფუჭებს, ჩვენ მაქსიმალურად დავაკომპენსიროთ.